ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ მთავრობის მოწოდებებს და ამათ აზრებს და ამათ ყველაფერს. და ის სულ ამბობდა, რომ მე რო ვეტყოდი, რომ აი ერთი დღე მაინც იყავი სახში, რომ არ წახვიდი აქციაზე, არავითარ შემთხვევაშიო. მე სახში რა გამაჩერებს კი არა, სამსახურში რო დადიოდა, ხანდახან აცდენდა იმ სამსახურს, მე ბიულეტენებს აკეთებდა, რომ აქციაზე წასულიყო და ყოფილიყო იქ, სადაც ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყნის გულისთვის მე სახში ვერ გავჩერდებიო. და ვიბრძოლებ უკანასკნელ წვეთამდე, ასე თქვა და სიკვდილის უკანასკნელ წვეთამდე შეიძლება შევეწირო კიდეცო. ცეცხლი ოლიგარქია, რევოლუცია მაშეგანილო, ვირბასო მკითხველო, ილია ჭავჭავაძე. მონობას არადოდეს ერქვა მშვიდობა. ქართველი რუს პოეტის ისკუს ბოლო წვეთამდე ჩემი მომეცი. ქართველი რუს პოეტის ისკუს ბოლო წვეთამდე ჩამეთე ტელეფონი. ასე იბრძოლე. ჩვენ დაიყვანეთ. ვიცი არა. ძალიან იყო ჩართული ამ საქმეში, სულ დადიოდა და სულ თავის ქვეყნის წინაშე იშიმშილა კიდეც ჩემ შვილმა. რა ვიცი, ეხლა სულ მაშოება, რა ქვია, უყურებს ხოლმე ტელევიზიაში რომ არის ეს აქციები, არც ერთ იმას არტოებს კი არა, გვეუბნება რომ იარეთ თქვენს აქციებზე, მამამისაც მეც მეუბნება რომ თქვენს იარეთ, მე რაც ვიარეო და ხა ჩემს მაგივრათაც თქვენ იარეთო და მივახცევთ ყველაფერსო და იქიდანაც ძალიან აქტიური გულშემატკივარია ამ ახალგაზრდების. რეალისტურეთებიანი. ძალიან პატარაა მამამისი. სოფელში. აქ ბაღში. შეიძლება არც დაიჯეროთ 2-3 წლის იყო რომ აი ციგნს რო დაინახავ და სულ ციგნებისკენ მიდიოდა და იძახოდა უნდოდა რომ მიგვეცა აი თითი და რომ მე წაუკითხავდი ზღაპრებს ძალიან სიამოვნება და უყვარდა ციგნებს რო უკითხავდი ზღაპრებს და ყველაფერს და თავიდან უყვარდა ციგნების კითხვა. მე ბაღში მივიყვანდა ბაღში აქტიური იყო იქ ზეიმებში რაც იყო ღონისძიებები ყველგან ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო და გამგეცმეტყოდა ხოლმე რომ გამორჩეული ბავშვიაო და შემდეგ უკვე სკოლაში მივიდა გიმნაზიაში და გიმნაზიაში დადიოდა რეზო გიმნაზია დაამთავრა და იქ ძალიან კარგად სწავლობდა კარგი მოსწავლე იყო წყნარი ჭკვიანი უყვარდათ პედაგოგებს კლასელებს 9 კლასი დაამთავრა ლეპტოპიც აიღო შემდეგ უკვე მედალიც გამოიტანა და გრანტით ჩაერიცხა ჩააბარა პირველწესო უნივერსიტეტში რუსთავის 24 ქართული გიმნაზიის დირექცია მადლობას გიხდით თქვენი შვილის საუკეთესო სწავლისთვის ყოფაქცევისთვის სკოლის საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის ეს გამომიგზავნეს სკოლიდან კიდევ ძალიან ისეთი ბავშვი იყო აი სამშობლოზე შეყვარებული ისე ძალიან უყვარდა თავის ქვეყანა რომ ვეტყოდი რომ იქნებ წახვიდე და შენი კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელო სწავლა და იქ კიდევ უფრო იქ იყო რა და მიაღწიო რაღაცას მეტი განათლება მიიღო და უფრო სხვანაირი კარიერა გექნება იმ საზღვარგარეთ არავითარ შემთხვევაში ვერ უხსენებდი საზღვარგარეთ მე ვერ წავალო მე მიყვარ ჩემი სამშობლო ჩემი ქვეყანა და უნდა ვიყო საქართველოში ვერ წარმოედგინა საქართველოს გარეშე აი ზვიადის დროს რომ იყო ეს აქციები ყველაფერი აი 26-ში 9 აპრილსაც სულ ყოველთვის ჩემი მეუღლე სულ დადიოდა აქციებზე და ჩემი მეუღლეს ძალიან უყვარდა ჩვენი კოსტავას და ზვიადის და ყველა და სამშობლოს სიყვარული ბავშვი რომ ისმენდა რომ ხედავდა რომ დადიოდა მამამისი ამ აქციებზე შემდეგ მამამისისგან ამასაც ჩაუნერგა სამშობლოს სიყვარული და მე უკვე რეზომ დაიწყო აქციებზე ზესიარული ეხლაც დადის როცა ძალიან ჩემი მეუღლე სულ დადის აქციებზე 9 აპრილსაც იყო 31-ში შობლების მარში რო ამაშინაც დადის მე უბრალოდ ჯანმრთელობა არ მეწყობს ხელს და ვერ დავდივარ თორე მთელი გულით სულით მე იქ ვარ ცოტა ზედმეტად აქტიურია და ამერიკავებს თავს და სხვების სათქმელსაც მაგი ამბობს ბევრჯერ და მეუბნები ცოტა გაჩერდი მაგრამ მაინც ვერ მოვითმენ მე უსამართლობას ვერ მოვითმენ სანამ ვიქნები ესე მეც უნდა ვებრძოლო და ჩემი სათქმელი უნდა ვთქვაო და ესე ყველაფერს ამბობს სიმართლეს ემიგრანტი დედა ყავდა ქერაშვილს და როგორ თხოვეს პატიმრებას თხოვეს და როგორ არაფრით არ დაუშვეს ქალი ვინც ეს როდის ჩამოვა შვილის
მის ნახვა უნდოდა და არ დართონება ესეთი ჯალათობა როგორც შეიძლება თუ ჩვენ მშობლები და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებიც არ დაასწრებთ სასამართლოზე მე ამ სივრცეში მონაწილეობის მიღებას არ მინდა რომ დავდოვო მაშინ დარბაზი და კიდე ერთ რაღაცას დავამატებდი 3 დღის წინ გიორგი ანწუხელიძის მკვლელი სეპარატისტი მოკლეს აი ის სეპარატისტი რომელთანაც ბოდიშის მოხდას თქვენი ბელადი ავალებდა და უნდა იცოდეთ რომ ყველა მოღალატის ბოლო ასეც და თქვენს მშვიდად უნდა იცინებთ ხოლმე ღამე საინტერესოა მოასწარი თუ არა ბოდიშის მოხდა ამ სეპარატისტი ოსისთვის და თქო ახლა დამატოვებინოთ დარბაზი რადგან ამ სივრცეში მონაწილეობის მიღება არ აქვს თავი შეიძლება და მივწადეთ თავი ანაირად შევიკავო დედმამის ნახევარსუფლებას არ მაქვს ეგეთ შეუძლებელი მონა როგორ უნდა იყოს რომ დედის უფლება გაძევებული ხარ ისე მივდიოდი ასეა საჭირო თორემ საერთოდ გამარჯვებული ჩავარებინა ეს მოსამართლეებს არ მოწონთ რომ ჩემი შვილი სიმართლეს ამბობს და მისი განათლება და მისი და მაინც არ ჩერდება კი გააძევეს მაშინ სასამართლოდან და ეხლა 25-ში გვაქვს და უნდა ადვოკატმა შუადგომლობა დააყენოს რომ შემდეგ პროცესზე დაუშვან ნერვიულობს რომ სასამართლოებზე მინდა რომ ვიყო ჩემ სასამართლოებზე ამ აქციებზე თითქმის კი არა და ყოველდღე დავდიოდი და არც ერთ მომენტში პირბადე კი ნიღავი კი პირბადეც არ მკეთებია ანუ არასდროს სახესაც კი არ ვმარავდი აქციებზე და მიმალვის საფრთხე ანუ რას უნდა დავემალო რატო უნდა დავემალო მაგასაც ვერ ხვდები პირიქით მინდა რომ ყველამ გაიგოს ყველამ იცოდეს სხვადასხვა ადგილებში მისვლა არ მისვლასთან დაკავშირებით ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი რუსთაველის გამზირზე მისვლას დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ამიგზავნოთ მისვლა და ან ქალაქის დატოვება მაგალითად ქალაქ თბილისის დატოვება ამიგზავნოთ არ წავალ და საერთოდ ვერ ხვდები ისთვის ვიშვებით აქ ვინც ვარ ანუ ჩვენ ვიშვებით ისთვის სამშობლოს სიყვარულისთვის არ მასწის საუბარს კარგი 6 დეკემბერს ეგრე 5-ში წასული სამსახურში იმყოფებოდა და დილას უნდა მოსულიყო სახლში 6-ში დილას და ესე იგი ჩემი შვილი იყო მეტროსთან და უკვე მოდიოდა და სულიად მარტო აქციიდან კი არა იყვანეს მეტროსთან რო იდგა მოდიოდა სახლში და აიყვანეს მეტროსთან ჩვენ მოწმეს ყავს რომ იქ კონტროლიერმა დაინახა რომ ორი სამართალდამცავებმა როგორ მოკიდეს ხელი ჩემშულს და წაიყვანეს ოთახში იქ მილიციის ოთახში და მე თურმე წაუყვანიათ ლისზე იქ ხავდათ დიდხანს და იქ ამის მასალებში ყველაფერი არის გაყალბებული აიყვანეს მეტროსთან და იქ დაწერეს რომ ვითომ ლისზე აიყვანეს და ლისზე არ აუყვანიათ ეს ლისზე მე წაიყვანეს რომ დრო გაეყვანათ და იქ კიდე ემუქრებოდნენ და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი შვილი და ეუბნებოდნენ რომ ოპოზიციონერები სიცრუე თქვა და ვითომ ოპოზიციონერები ეს ჯაფარიძე ხოშტარია გვარამია ვითომ აფინანსებდა ჩემი შვილს ყოველდღურად ურიცხავდა ფულს და მოუწოვდებდა რომ ესე მოქცეულიყო აქციაზე და ეზიანებია თქვა რამ ესროლა რაღაცეები რა ვიცი მაგრამ ეს არაფერი სიმართლე არ იყო არც იცნობდა ჩემი შვილი მაგათ არავის არ იცნობდა არც იცნობდა და რანაირად და რა მეტყობა ხომ რომ ვინმე გვირიცხავდა ჩვენ ფულს ეს სულ აბსურდი კიდე და ეს ამხელა სიცრუე და უმნემონე თუ არ იტყვიო ამას ვაგერო ტრაქტორიაო ამოვთხრითო და დაგმარხავთ ცოცხლათო და რა ვიცი ისეთ რაღაცებს ემუნებოდნენ ემუქრებოდნენ მაგრამ ჩემი შვილი არის ურყევი არაფრის არ ეშინია და ვერათქმევი ეს სიცრუე არაფრით მე და იმას გამომძიებელსაც ყავდა თურმე მე გავიგე მე ოთახში და ისიც ემუქრებოდა რომ თქვი გინდა თუ არა და მე მეორე მუთხრა შენგან რა მიდისო თქვიო და შეგიფსუბუქებენო ვითომ იმასო არავითარ შემთხვევაშიო დამიჭირეთო რაც გინდა ის მიყავითო და მე ტყუილს არ ვიტყვიო და ვერათქმევი როცა მე დამიჭირეს
თვითონ ეს პოლიციელები მაძალებდნენ რომ სხვადასხვა გვარის მეუბნებოდნენ რომ არა ეს დასახელი არა ეს ორგანიზატორად ანარად დამსახელებია რომელცა არ არსებობს თუ მაინც და მაინც კაი დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირეთ ეს არის ირაკლი კობახიძე მე პირადად ირაკლი კობახიძის სიტყვის მერე გამოვედი იმ კონკრეტულ ადგილას როდესაც განაცხადა რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე უწყვეტო აი ეს იყო ჩემი თავის ორგანიზატორი ძალიან ნერვიულობდი და სულ ვტიროდი მე ჩემ თვალზე ცრემლი არ გამშრალა რამდენი თვე სულ ნერვიულობდი ნახულობდი რომ ჩემი შვილი ხამე მეხვიცებოდა რომ საწოლში თუ იწვა რო არ იწვა მეტირებოდა და ნერვიულებდი რომ არასდროს ჩემი შვილი ჩემ გარეშე ვერ ჩერდებოდა ხოლმე სოფელშიც რომ მიდიოდა მალე ბრუნდებოდა სხვაგან არსად არ დადიოდა და მიჩვეულ ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდა მე და ჩემ ბიჭს გოგოს უფრო მამასთან და რეზო უფრო მე მეუბნებოდა ხოლმე ბევრ რაღაცებს და ახლო კონტაქტი მქონდა ჩემ შვილთან და ძალიან განვიცადე და ძალიან ვინერვიულა და სუწამლებზე ვიყავი მთელი 2 თვის განმავლობაში გარეთ ვერ გავდიოდი საერთოდ და ძალიან ცუდად ვიყავი რა ერთი სიტყვით აი ცოტა ეს 2 თვე ცოტა გამოვედი თვითონ რეზომა მხნევებს რომ დედა გამხნევდი ძალიან გთხოვ გამხნევდი არიტირო გამხნევდი და ჩემ თავს ვეუბნები რომ ჩემი შვილი რო გამოვა ნამდვილად მინდა რომ დავხვდე ნორმალურად რომ ისიც ცოდვა მე თუ რაღაცა ან მეტკინება ან ცუდად გავხდები არ ვეუბნები ჩემ შვილს იმიტომ რომ ძალიან გულთან იცის მიტანა და ყველაფერზე ნერვიულობს მეც გარეთ ყოფნის ახშირად მიფიქრია ამაზე შარშან მოკდებოდი იმის წინ თუ ახლა აზრი ქონდა რაიმე ეს და ყოველთვის უარყოფითი იყო პასუხი 6 დეკემბრამდე ანუ ჩემი დაჭერის დღემდე მას შემდეგ რაც დამიჭირეს ვინმე რომ მეკითხოს გადავადებამ რა მოგცავა აუცილებლად კი სუპასუხები იმიტომ რომ თლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრება მარტო იმ 3 თვის გამო ღირს რა პერიოდიც აქ გავატარე აქამდე სულ ფიქრობდი რომ ცხოვრება უაზრო იყო მაგრამ ახლა აზრს ხედავ ცხოვრებაში ახლა შეგრძნება მაქვს რომ რაღაც ვალი რომელიც დაბადებიდან მქონდა გარკვეულწილად მოვიხადე ქვეყნის და ხალხის წინაშე და გაჩერებას არ ვაპირებ ბრძოლა ახლა იწყება და მინდა მადლობა გადაუხადო რუსის მიერ დამონებულ ქვეყნის მტრებს რომლებმაც აქ გამომკეტეს რათა ცხოვრების აზრი დამანახეს ავიმარჯვებ სახელოვნად მადლობა ვიმედოთ ჩემი მტერი იყოს ვიმედოვნებ სამომავლოდ რომ გამოიღებს შედეგს აუცილებლად ჩვენი ამ საუკეთესო ახალგაზრდების ბრძოლა და ამათი ყველაფერი რასაც აკეთებენ ვერავინ ვერც ერთი მთავრობა ამ ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს ესენი არიან მართლები და წმინდანები და სიმართლისთვის იბრძვიან და მიაღწევენ ეს არის ჩემი სამომავლო იმედი რომ მივაღწევთ ასე ერთობლივად და გამოვა ჩემი შვილი ალბათ მალე რა ვიცი მინდა რომ გამოვიდეს მალე და მე მაინც ვამაყობ რომ სამშობლოს სიყვარულისთვის არის საჭელახსრულების დემაში რუსეთი რო არ გინდა მაგისტრის ვისჭებით პუტინის დაკრულ ტაშს რომ აქედან ტაშით არ პასუხობთ მაგისტრის ვისჭებით მე მშობლებს მოუწოდებ რომ დაუჯერონ თავიანთ შვილებს ნუ ეკნებათ ეს განსხვავებული აზრი ნამდვილად ნუ ენდობიან იმ ცრუ და დასანქცირებულ მთავრობას და დაუჯერონ თავიანთ შვილებს რომლებიც არიან მართლები ჩვენი ახალგაზრდები და უფრო სწორი მოწოდება აქვს და სწორი აზრები აქვს და იმათ აზრებს დაეთანხმნონ და ისინიც ამოუდგნენ მხარში თავიანთ შვილებს როგორც ჩვენ ამოუდეკით და მე მგონი კი ხედავთ რომ რეჟიმის პატიმრების მშობლებიც გვერდზევთ გავართ და ვართ იქ და ბრძოლობთ და ჩვენი შვილების გზას ვაგრძელებთ ჩვენ და მე ყველას ასე მოუწოდებ კი ძალიან ბევრი ნერვიულობა სტრესი გადავიტანე ძალიან განვიცდი რომ ჩემი შვილი 4 კედელშია და ციხე არასდროს არ არის კარგი ვიცი რომ არ არის ცუდ ხალხთან კარგად იმყოფება თვითონ აკეთება მხნევებს რომ ყვებითაც ყველაფერი ნორმალურად ვარ კი არა იცის ხოლმე ხუმრობს რომ გავსუქთიო ამდენი ჭამისგანო და გასუქებული ვარო იცის ხოლმე თქვა მარტო ჭამ და ციგნებს კითხულობო ამბობს მაგრამ მაინც რომ იქ არის და გარეთ არ არის ძალიან რთულია ციხეში შვილის ყოფნა მაგრამ მე არ ვთქვათ რომ გამოვიდეს და ეს სიტუაცია არ იყოს დასრულებული
ჩამონგრებული და ისევე აქციები იყოს, მე მაინც არ დავუშლი ჩემშვილს, კი რა, ჩემი ქმარიც დადის და ივლის და მე უბრალოდ არ შემიძლია, მაგრამ ერთი ოჯახი შეიძლება წავყვეკიდეს და მე მაინც არ დავუშლი, იბრძოლოს თავის მეგობრებთან ერთად, ახალგაზრდებთან ერთად ამ ქვეყნის სიმართლისათვის და თავისუფლებისათვის, რომ რაც აქვთ ჩაფიქრებული ახალგაზრდებს ის მოიპოვოთ და ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და ჩვენ ყველამ ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ვიცი რომ კარგია ევროპული ცხოვრება ვიდრე ეს რუსეთი. რუსეთი ნამდვილად არ გვინდა, არც ადრე იყო კარგი ჩვენ დროს და არც ახლა ნამდვილად დავიღალეთ რუსეთისგან, დავიღალეთ და ჩვენ გვინდა ნამდვილად ევროპული ცხოვრება. გმირები არიან ყველა ეს ჩვენი ახალგაზრდები, ვინც იყვნენ მანამდე, ვინც დაჭერილია და ვინც ეხლაც არიან იქა. ყველა ახალგაზრდა არის ჩვენთვის პატრიოტები და გმირები, რომ ამდენ სწავლებენ, ამდენ სიბრძვიან, ამდენ რამეს ითმენენ კიდე ამ ჩვენი მთავრობის ხელში და რა ვიცი, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს მივახცევთ და როგორც ჩემი შვილი იტყვის ხოლმე, იმედია სამართალი იზეიმებს და მივახცევთ გამარჯვებას და იქნებ შევიდეთ ევროპულ ქვეყანაში და ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.